იმისათვის რომ მონრეალის ოქმით აღებული ვალდებულებები პირნათლად იქნეს შესრულებული ქვეყნის მიერ, სხვადასხვა უწყებების თანამშრომლობა არის აუცილებლად საჭირო. პირველ ხაზზე დგას საბაჟო სამსახური, რომლებიც აკონტროლებენ საქართველოში შემოსულ მაცივარ აგენტებს, რაოდენობას, ანუ მათ კონტროლის ქვეშ არის, როგორც გითხარით, მოხმარებიდან ამოღება ხდება და აკონტროლებენ ვის რა შემოკოდირებულია, თუ არა და აქვს თუ არა შემოტანის უფლება. ასევე ახალგაზრდა იქნა კანონი მიღებული, რომ აიკრძალა მეორად იმ მოხმარების სამაცივრო დანადგარების შემოტანა, რომლებიც მოიცავენ ოზონდამშრალ ნივთიერებებს და აი ესეც მათი კონტროლის ქვეშ არის, ანუ სერიოზული კონტროლი აქვს და ვალდებულება აქვს ამ კონტროლის და ასევე აუცილებელია ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ახსრულებას აკეთებს, რომ კანონდარღვევები გამოავლინოს და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ სამაცივრო დანადგარები და თბური ტუმბოები და ეს დანადგარები სწორად მუშაობდნენ, სწორად რას გულისხმობს, რომ დაზიანებული არ იყოს და ყველაზე მთავარი არის, რომ არ ხდებოდეს მისგან გაფრქვევა და აი ამის კონტროლი. მომხმარებელი უნდა მივიდეს მომზადებული, წინასწარ უნდა იცოდეს, რის ყიდვა უნდა. ჩვენ ლაპარაკობთ ეხლა რა თქმა უნდა სამაცივრო დანადგარებზე და ლაპარაკობთ მომხმარებელზე, ალბათ ჩვეულებრივი ფიზიკური პირი, რომელსაც უნდა დავუშვათ ახალი კონდიციონერის ან მაცივრის ყიდვა და ასე შემდეგ. აუცილებლად წინა უნდა გაითვალისწინოს, იყოს ანუ A+ კლასის ენერგოეფექტური, ხო შეიძლება ცოტა ძვირი ღირდეს, არის განსხვავება, თუმცა ექსპლუატაციის პერიოდში ამ განსხვავებას თავისუფლად იღებს, იმიტომ რომ გაცილებით ნაკლები გადასახადი და ასევე ყურადღება უნდა მოახდინოს, მიაქციოს თუ რა მაცივარ აგენტზე მუშაობს, რომ არ იყოს ეს იმ მაცივარ აგენტზე მომუშავე, რომელიც უკვე აღარ შემოდის ქვეყანაში, ეს ისე მას დააზიანებს, იმიტომ რომ ელემენტარულად იმ მაცივარ აგენტს, მაცივარს რო შეკეთება რაღაცა დაჭირდეს, იმ მაცივარ აგენტს საქართველოში ვერ იშოვის, შესაბამისად რაღაცა პოსტარული თუ შეავსოს და რაც ისეთ თავ მაცივარს დააზიანებს და მომხმარებლის ჯიბეს იმოქმედებს.